რეაბილიტირებული სკოლა შამგონაში მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განახლებული სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო დაწესებულება, სპორტული დარბაზი, 16 კომპიუტერი, კეთილმოწყობილი სასკოლო ოთახები, ბიბლიოთეკა და ტექნოლოგიების ოთახიც აქვს. 1919 წელს დაარსებული სკოლის განახლებული სახე ნახეთ ლილი გოგოხიას რეპორტაჟში. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე სოფელ შამგონაში ბავშვები დღეიდან გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში ივლიან. ახალი ინვენტარი, ლაბორატორია, 16 კომპიუტერი, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზები. სკოლაში 223 მოსწავლე სწავლობს. გალის რაიონის მოსაზღვრე ქართულ სოფელში ახლად გახსნილი სკოლა პრეზიდენტმა დღეს პირადად დაათვალიერა და იმ ოკუპანტებზე ისაუბრა, რომლებიც ამ სკოლის ფანჯრებიდანაც ჩანან. უბრალოდ გვესმოდეს, რომ ვინც იძახის, რომ აი ჯაშუშები არ უნდა დაიჭიროთ, იმიტომ რომ არ გავაღიზიანოთ. ვინც იძახის, რომ ჩვენ ღირსებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ღიზიანდებიან. კარგად დავაკვირდეთ, რაც ხდება გარშემო, არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მათთან აქვს პრობლემა. და ჩვენ როგორ ყველაზე მეტი პრობლემა ეს გასაკვირია, იმიტომ რომ ქართველები არიან ყველაზე დამოუკიდებელი ხალხი ყოფილ რესპუბლიკებს შორის და მეორე ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი ქვეყანა. და უნდათ რა ამ სილამაზეს დაეუფლონ, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა, ეს მათი ინსტინქტია. უნდათ გავიდნენ ზღვაზე და უნდათ დაეუფლონ სილამაზეს. ამიტომ ეს იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი ზედმეტად არ მოუვიდა თვალში ან რომელიმე ფიზიკური პარამეტრი არ მოეწონათ ან ახლა ჩვენი პოლიტიკა. ეს არის მათი საკითხი. თქვენს რომ ეს უნდა იყოს ჩვენი. და ამიტომ როცა იძახიან რომ არ გავაღიზიანოთ, იმაზე მეტი რა უნდა გავაღიზიანოთ, როცა არ გავაფუჭოთ ურთიერთობები, იმაზე მეტი რა უნდა გაფუჭოს ურთიერთობები, რომ აგერ ზივართ, დღისით, ზისით ამ ულამაზე სკოლაში ოკუპაციის ხასთან და უყურებთ ჩვენ ოკუპირებულ მიწებს ჩვენი სკოლის ფანჯრებიდან. ზოგიერთი სწავლობს და ცდილობს რომ ცხოვრებაში რაღაც მიაღწიოს და თავის ქვეყანა ასახელოს. და ყველაზე მაგარი ხალხი გამოხვალთ აქედან დარწმუნებული ვარ. აი იმათ ჩინაზე, ვინც იქიდან იყურებენ დურბინებში. მოგვიანებით პრეზიდენტმა ლატვების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიც ნახა, სადაც საუბარი რუსულ ოკუპაციაზეა. ეს ხოლო თეორიულია მას ზონდა და თქვენთვის ბავშვები ოკუპაციის ყურება სამწუხაროდ შეგიძლიათ ყოველდღე თქვენი კლასის ფანჯრებიდან და თქვენი სახლების ფანჯრებიდან. ეს არის განსხვავება ამ ფილმს შორისა და ჩვენ დღევანდელ რეალობას შორის, მაგრამ როგორც იქიდან გამობუნძულდნენ ეგენ, ისევე მოშორდებიან ჩვენ აქ ჩვენ სოფლებს და ჩვენ ქალაქებს. პრეზიდენტმა ფიზიკის ლაბორატორიაც დაათვალიერა. ლაბორატორია პროგრამა ალუმნაიას ფარგლებში ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ჯიმშენ ხურცკაიამ გადასცა, რომელიც ამჟამად გერმანიაში სწავლობს. პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ფიზიკოსებს საქართველოში მუშაობისთვის ყველა პირობა შეექმნათ და ასეთი ადამიანები საზღვარგარეთ არ მიდიოდნენ. აი მაგას უნდა მივაწყოთ, რომ ჯიმშენ ხურცკაიასთან ხალხი აღარ მიდიოდეს აქედან შამგონიდან არსად და შამგონაში, ზუგდიდში, ხიათ საქართველოში შეძლოს იგივე რაღაცის წარმოება. არ დაჭირდებოდეს ამის საწარმოებად სადღაც წასვლა. ამისათვის ჩვენ გვინდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გამოუშვათ ჩვენი კარგი ინჟინრები, მაგრამ იმ ინჟინერს სჭირდება 5-6-7 ტექნიკოსი თითოს. ამიტომ ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლები უნდა გამართოთ ბოლომდე, გვაქვს და უნდა გავამჯობესოთ და მაგარი უნივერსიტეტი შექმნათ ტექნოლოგიური. დაჯობია ხა წარმოგიდგენთ, იჯდეს აქ სადღაც თავის თულის ბაღში. ზესეფი ცხებოდეს და თან იგივე ფულს აკეთებს, რასაც გერმანიაში გაკეთებს პრინციპში. პრეზიდენტმა დღეს კომპიუტერით ის მოსწავლე დააჯილდოვა, რომელიც კონკურსის ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიას გამარჯვებული გახდა. მიხეილ სააკაშვილმა მერვე კლასელის ჩანაწერი პირადად წაიკითხა. თუ გამიმართლა ენგურზე, უნდა გადავასწრო რუს მესაზღვრეებს. თუ არა და ისე შამგონაში მომიწევს დაბრუნება ჩემს მეორე მშობლიურ სოფელში, დედასავით რომ მათქობს და მიადერსება. ეს როცა ომზე ჩემ ბედზე ფიქრობ და მიჭერს იმის გაცნობიერება, რატომ არის ენგურის საზღვარი. რატომ დგანან დაუპატიჟებელი სტუმრები ენგურის ნაპირზე კბელებამდე შეერაღებული. სტუმრად შეპაროს მამასთან საკუთარ სახლში, რომლის მაგივრობასაც საბზერი მის გვიწევს, მეშინია დაღამების. ძალიან გახარებული ვარ და უფრო უკეთეს არ ვისწავლებ და ვასახელე საქართველოს. პრეზიდენტმა ნუკრიშონიასთან ერთად კომპიუტერი მე-7 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს მარიამ შამოგიასაც გადასცა. მოსწავლეებთან სწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ღირსების ორდერით დააჯილდოვა. რა სახელმწიფო ჯილდოები ხართ დაჯილდოება? ხვალ ჩემი სახელით გადაცემთ ღირსების ორდერს. იმიტომ რომ მართლა ეს არის. აი ეს არის ზუსტად მაღალი კლასი. და ზოგიერთი არის გატუტუცებული, რასაც მე უყურე ქუჩაში როგორ გამოსულები ოროსები.
აღშკარად ეთყობოდათ, რომ მათი დიდი ნაწილი არის შეძლებული ოჯახებიდან ცხოვრობენ თბილისის ცენტრში. შეძლებული ოჯახი და როცა შამგონაში ამ დანგრეულ გზაზე ოკუპაციის ხასთან პირდაპირ როცა ნახევარი ოჯახები არ იქით ხარეს დარჩენილი და ყოველდღე მართლა ცივენგურზე მოუწევთ გადმოსვლა, მაინც როგორ სწავლობენ ბავშვები. აი სირცხული იმათ, ვინც ესე ამდენადე მიუყარა ჩვენი ბავშვები თუნდაც იმ დიდარ ოჯახებში და მართლა ყოჩახ თქვენ და ბავშვები. მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საერთოდ არ ველოდი და არც მიფიქრია, საერთოდ ღირსების ორდენით თუ დამაჯილდოებდა. ეხლა რამდენიმე ასეულ მეტრში მათი სახლი, მათი კუთვნილი სახლი, მათი კუთვნილი სკოლები არის ოკუპირებული და ეხლა ისინი იძულებით სწავლობენ ამ სკოლაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ესეთივე კარგი ბავშვობა ქონდათ და ისევე კარგად ისწავლონ, როგორც მათ შეესაბამება და შეესაბამება ჩვენ ქვეყანას. პრეზიდენტმა შამგონის სკოლასთან დაკავშირებით ძველი ინციდენტიც გაიხსენა. საუბარია 2008 წელზე, როდესაც განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია ვლასთან გააფორმა, რომელსაც სკოლის მშენებლობა 1 წელიწადში უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ თანხები მიითვისა, სამართალდამცავებმა კი კომპანიის ხელმძღვანელები და განათლების სამინისტროს მაშინდელი მინისტრის მოადგილე ალექსი ჩიკვაიძე დააკავეს. თავის დროზე გამოყავით ფული ამ სკოლის გასაკეთებლად იცით და ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა თბილისში ეს ფული შეჭამა და მოიპარა, გაანიავა ჯიბეში ჩაიდო თავის ვიღაც ნაცისებთან ერთად. ამიტომ ამის გაკეთება იყო საკითხი იმისა, რომ მართლა სამართლიანობა აღდგენილიყო, ეს ერთი. მეორე, მართლა რამდენიმე ასეულ მეტრში ოკუპაციის ხაზიდან და ამ სოფელს ბევრი რამ დახმარება ჭირდება.